ქალაქ ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 5 მოქმედი თანამშრომელია. მათგან 3 მუდმივ შტატში, 2 კი ხელშეკრულებით. თვითმმართველობაში ასევე მოქმედებს მერის პრეს-სპიკერის შტატიც, რომელიც ჯემალ ანანიძის მერად ყოფნის დროს სპეციალურად დაუშვეს. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ დაქირავებული პიარ სპეციალისტი გიორგი ერმაკოვს კონსულტაციებს მერის პოსტზეც უწევს, რომელსაც ერმაკოვის თქმით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმების პერსპექტივა აქვს. გაურკვეველია რაბედიელის მერის პრეს-სპიკერ სოფიო კონცელიძეს, რომელმაც თავის საზოგადოებას მხოლოდ ერთი ბრიფინგით დაამახსოვრა. ბათუმის მერიაში სექტემბრიდან რეორგანიზაცია იგეგმება. ქალაქის მერის განმარტებით რეორგანიზაციის პირველი ეტაპი და სავარაუდო შემცირება მერიის ადმინისტრაციაში განხორციელდება. გია ერმაკოვის თქმით, აღარ იქნება დუბლირებული სამსახურები და თანამშრომლებს ხელშეკრულებით მხოლოდ საჭიროების დასაბუთების შემდეგ აიყვანენ. დაიწყება სადღაც სექტემბრის პირველ რიცხვებში. ეს შეეხება ადმინისტრაციას, ანუ ის ცვლილებები მე პირველად განვახორციელე იმ 12 თანამდებობის პირის დანიშვნა, რომლის დელეგირების უფლებაც მე მქონდა, ეს განვახორციელე. მეორე ეტაპი იქნება, როდესაც საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს მერიის არსებული სტრუქტურა, მერიის სტრუქტურა დამტკიცებული როცა იქნება კანონის შესაბამისად, ამის შემდეგ კიდე განხორციელდება ძალიან ბევრი საკადრო ცვლილება. ერთ-ერთი რგოლი, სადაც მერი მოსალოდნელ ცვლილებებს აანონსებს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია. მისი თქმით, ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული სამსახური. უკვე ცნობილია, რომ მერიის თანამშრომელთა სიას შესაძლოა თეკლა ჩიჩუა შეემატოს, რომელიც მერის პოსტზე გია ერმაკოვის წინასაარჩევნო პიარ კამპანიას აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით თეკლა ჩიჩუა მერიის თანამშრომელი არ არის, მასთან საქმიან ურთიერთობას მერის პოსტზე არჩევის შემდეგაც განაგრძობს. რეორგანიზაცია, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოხდება ოპტიმიზაცია, ან მოხდება შერწყმა და ამის შემდეგ ნახავთ რა სახით და რა ფორმით დაგვრჩება აღნიშნული სამსახურები. ჯერჯერობით არის ერთი. ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება ამ ფორმატში არ სურდა მარგებ, გეტყვით, წინასაარჩევნო პროცესში ის ასრულებდა ჩემი პიარისა და პრესსამსახურის მოვალეობას. ამიტომ ძალიან კარგი და საქმიანი ურთიერთობები მაქვს. თუმცა მერიის თანამშრომელი არ არის. როგორ? მერიის თანამშრომელი არ არის ჯერჯერობით. მერიაში ჯერ კიდევ მოქმედებს მერის პრეს-სპიკერის თანამდებობა. პოზიციაზე სოფიო კონცელიძე ბათუმის ყოფილმა მერმა 2014 წლის იანვარში ერთწლიანი ხელშეკრულებით პირადი გასაუბრების საფუძველზე აიყვანა. ჯემალ ანანიძე მის ფუნქციას მერიის შიგნით არსებული სამსახურების კოორდინაციის საჭიროებით ხსნიდა. შტატის შენახვა მერიის ბიუჯეტს ერთი წლის განმავლობაში 10,800 ლარი უჯდება. მისი ძირითადი ფუნქცია იქნება როგორც ერთი სპეციალისტის, ეს არ არის რაიმე განყოფილება, ეს არის ხელშეკრულებით აყვანილი პიროვნება, რომელიც იმუშავებს სავარაუდოდ მაისის ბოლომდე, რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება თუ რა ინიციატივას გამოიჩენს და ძირითადი მუშაობა იქნება მერიის შიგნით სამსახურების მიერ გაკეთებული საქმიანობის კოორდინირება. ბიუჯეტს ამ ადამიანის შენახვა დაუჯდება დაახლოებით 4,500 ლარი 5 თვის განმავლობაში. გია ერმაკოვი თვეების წინ პრეს-სპიკერის შტატის დამატებას გაუმართლებლად მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ სოფო კონცელიძესთან ხელშეკრულების გაუქმებაზე იმსჯელებენ. ხელშეკრულება სამართლებრივად გაფორმებულია, ერთი თუ არ ვცდები პრეს-სპიკერია, ვიზეთ ბრძანეთ თქვენ, ის ხელშეკრულება აუცილებლად გაუქმდება, ისევ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემამდე იყო ეს ხელშეკრულება გაფორმებული და სამართლებრივი საფუძვლები გააჩნია მას და მოშლაზე ვისაუბრებთ ამ ხელშეკრულების, მთლიანად რეორგანიზაცია მოხდება რასაც თქვენ ამბობთ იმ სამსახურისა. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული. მათ მერიის საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და მედია საშუალებებთან ურთიერთობა ევალებათ.